ილამშვიდობის თბილისის ზღვიდან ქარიყლაპიედზე გასართობად გამოვედი 18 სკაილაინი რაღაცა ამ ინდში ცოტა შევცვლი არ მეგონა თუ ესეთი სუსხიანი ნიავი იქნებოდა მაისი დადგა და კურტკები და ისინი ვერ გავიხატე რა გაზაფხულია რიჩი დავიწოთ სილიკონი შმელიკონი ნახოთ რა გამოვა Are ცივა ქრის ქარი. გამეყინა მკლავები. და. აჰა. ავის ქნევები არ იყოს. ოჰო გიხმეს პირი და თავი გამექცა ნაპირთან მოყვანილი აი ზომის იყო ბლინ რა 50-იანი მაინც იქნებოდა შეიძლება ცოტა პლუსიც კაი რა რანაირად გაეშვა აუ ხატაო აუ ჩემი ჯერა მაგარი დარტყმა იყო და მე რამძიმეთ ისაქნა დაჭიმა ჯოხი და ეგრევე გაეშვა ეს აუ მე ხატავები როჯონდა ბატო ერთი 20 ვობლერი მოუსინჯო იქნებ ქნას და სამკავზე მაინც ვერ გაიქცეს არა ეს მოტივტივე ვობლერია მაქსიმუმ 1.20 ჩავიდეს
აი. ლეკვი. რაები გამეკცა და რა დავიჭირე. რა შეუკვეთე და რა ჩამოვიდა. ამას საერთოდ ამოვწევ მე მგონი. აი, ჯანდამას ამოვწიე, ხა. ნუ ხვანცარებ ეთაყვა. ქვედა სამკავი კარგად აქვს. ამოდებული. პირის გახსნა სჭირდება. პირის გამხსნელი. კიდევ კაი მეორეც მქონდა. ტურნირზე დავკარგე. ეს და ესე კაი, არ გადაგეხესყბები შენ. აი ეს რა არის ახლა? ეს შეუკვეთე? შტერი ნაპირზე გამოსტარდა. იქით შეჩემა, იქით მან და თოლია შეკჭამს არ რაღაცა. იმაზე მწყდება გული. დაჟე მეორეზე უფრო მწყდება გული. მეორე იყო მძიმე თევზი იყო რა. ეს არის დუოს ჯერკბეითი. 13.7 გრამია. მოტივტივი ვობლერი არის. მაქსიმუმ 1.20-ზე ჩავიდე სიღრმეზე. და რო გატვიჩავ და მე ნელ-ნელა ზევით ამოდის. ხო, მაღაზია მეტეორში მაქვს აღებული. დუოს ოფიციალური აქვს და ძალიან კაი ფასია. გამოწერით სადღაც შეიძლება 15-20 ლარით მეტი დაჯდეს. აქ ისეთ 35 ლარი ღირდა ეს, მოკლედ. ესეთი საფერი ყობის. ვარდნაზე აუღია. ვარდნაზე აუღია. ეხლაც გაიქეცია ბა. ღია ორკავზე. ღია ორკავი რას ქვია ესე დახურული ორკავიც არის? დახურული ორკავი არის ოღონდ. ეს. ყანყალის არის ხოლმე ისნებს გულს ამას. ნახე პირი როგორ ამოყვა. გველაძუა მამან. ვერ გაიძროთ. ორივე პირი ჩაყავი. თუ ამოგახტუნა. მოხტები? აი ჩავთვალოთ რომ დაგიჭირი, აბა თუ ამოხტები. არა გაკ ამოხტომის თავი. აი მაშინ მოდი. მოდი აქ. ასე. ეს არის სადღაც. სქელი კი არის, ძელი თევზი არ არის, მაგრამ აი ჩამოთქუნებულია. კბილებიც. აი ეშვები აქვს. და ისე 1-2 ფოტოს გადავუღებ და მერე გავუშვათ. Select the silicone. ფეივორიტმა გამოუშვა ახალი ჩანთა. ძალიან კარგი ხარისხის ტევადი, რა თქმა უნდა. და გაჩვენებთ. ვისაც აინტერესებს და ვისაც უყვარს ესეთი
კომფორტის კომფორტული ჩანთები. აი აქ არის სულ გუბკა აქვს შიგნიდან. რბილი არის. წელი რო არ გატკინოთ მუცელთანაც შვენივრად. აქ გვერდებშიც ჯიბეები აქვს. აქ გარედანაც ეს ფლურო. შიგნით ეტევა ასეთი ორი დიდი ყუთი. ახლა ეს თუნდაც ეს ორმხრივი ყუთი არის და საკმაოდ დიდი ზომის არის. აქ გუბკები აქვს. ეს ტურნირზე არის განსაკუთრებით კარგი ეს გუბკები თან მხრიდზე არის. შეგიძლიათ მოხსნათ. და შიგნითაც აქეთაც ესე სწრაფი შეცვლისთვის რა უცბად ყუთი რო არ გახსნა და შიგნით ქექვა არ დაიწყო, შეგიძლია პირდაპირ ადგილ ჩამოაცო. ესეთი კიდე ორი ცალი მოყვება. ესაც მხრიდზე არის და თან იხსნება. გვერდებში ესეთი ჯიბეები, იქიდანაც, აქედანაც. აქ ჩამოსაცმელები, ეს ჩოგანბადე და კარაბინები, რაღაცეები ჩამოკიდე უკვე. აქედანაც როგორც იქთან ხარის ჯიბე, გვერდზეც. რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან მაღალი დონის ჩანთა გამოუშვეს. ეს მხარზე, აკისერზე ჩამოსაკიდიც გუბკის არის აქ შუაში. რო არ დაგეღალოს და გატკინოს კაც. წინიდანაც ესეთი ლამაზუიძე არის. მაღალი ხარისხის არის. შიგნიდან ესეთი დაცელოფნებული ჯიბე აქვს. რო არ დაგისველდეს რაღაცა რო ჩადო რაღაც. აქედანაც ბატონი არის, აი ორი ნახრეტი არის. წყალში რომ მოხვდე და წყალი რო არ ჩაგუბდა შიგნით. მქონდა რამოდენიმეჯერ შემთხვევა რომ დინარეზე გადავდიოდი და წყლით გამევსო ჩანდა. რომ ყველაფერს ამოლაგებად ჩამოცლა. ესეთი ორი ნახრეტი აქვს. შიგნიდანაც უამრავი ჯიბეები. ესე აქ ზემოდანაც ესე სარლაფნიანი ჯიბე. მოკლედ ძალიან ლამაზი და კომფორტული ჩანთა არის. მაღაზია მეტეორში იქნება. ეხლა ხანს გამოვიდა რა. ესე და ამით დაგამშვიდობებით. აქ კრანის ხარეს ვიყავი დღეს ეს ჯივიპის კრანი როა გადაწეული წყალში. 4 ქარიყლაპია დამიჯდა. რა თქმა უნდა დიდები უნდა გაიქცეს ხოლმე და ატარები კიდევ ვიჯიბე. არა ის განსაკუთრებით მე მგონი რომ მეორე იყო ძალიან კაი ზომის, იმიტომ რომ ჯოხი კარგად დაამძინა რა. არა მალევე გაეშვა. სამწუხაროდ. ამინდი დილიდანვე მიავი იყო აღმოსავლეთის. ცოტა ხელს მიშლიდა. თან მაინც და მაინც უთენია ვერ მოვედი. დაახლოებით საათნახევარი დამაგვიანდა მოსვლა. შეიძლება ცოტა მეტიც. არა, თევზი ასე თუ ისე აქტიურობდა. დროებით აბა. შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. კარგად გზანდებოდეთ.